გუშინ საღამოს დეველოპერულმა კომპანია Homer-მა სათავო ოფისის გახსნის საზეიმო ღონისძიება გამართა, სადაც ამავე დროს დამსწრე საზოგადოებისთვის პირველი პროექტის Homer Alpha-ს პრეზენტაციაც მოაწყო. უნდა აღენიშნოს, რომ კომპანიის სათავო ოფისი თბილისის ძველ ისტორიულ უბანში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში განთავსდა, რომელსაც Homer-მა სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინა. უფრო მეტს მის შესახებ, ისევე როგორც ყველა დეტალს კომპანიის პირველ პროექტთან დაკავშირებთ Homer Alpha-ზე, ლიკა მეგუთმიშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ. თბილისის ისტორიული უბნები ამ ქალაქის მოგონებებია. შენობები კი მათი არქივი, სადაც საუკუნეების მეხსიერებას ყველა კუთხე კუნჭული ინახავს. ამავე ისტორიის მემატიანეა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აგებული ეს შენობაც ვორონცოვზე. ივანე ჯავახიშვილის მოედნის პირველ ნომერში, სადაც ამიერიდან ბინას დეველოპერული კომპანია Homer-ი დაიდებს და ძველი დიდების ნაშთზე მომავლის დეველოპმენტის კონცეფციას დააშენებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ეს ლოკაცია შეგვერჩია და ეს არ არის უბრალოდ ჩვენი ოფისი, ეს არის ჩვენთვის ჩვენი იდენტობის, ჩვენი ღირებულებების მატარებელი შენობა. როგორც იცით, ეს შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ჩვენ სრულად აღვადგინეთ და ესე ვთქვათ, ახალი სიცოცხლე შევძინეთ ამ შენობას და დღეიდან უკვე არის ეს ნაბიჯი მომავალში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის წიაღში გახსნილ Homer-ის სათავო ოფისში სრულად შენარჩუნდა შენობის ავთენტური ელემენტები, კიბის უჯრედი, რომელიც წარსულში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო იყო, ახლა ოფისის ცენტრალურ მოძრაობას უზრუნველყოფს. არც ისტორიულ სარკმელს დაუკარგეს ფუნქცია, მისგან შემომავალი დღის შუქის ცვალებადობა და სივრცეში ჭრდილთა თამაში გაგრძნობინებს, რომ შენობა ცოცხალია და შენთან ერთად წინ მომავალში იწყებს მოგზაურობას. პირველად იყო ცარიელი კედლები და არაფერი, იყო ის ისტორიული კიბე, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, საცხოვრებელი სახლის სადარბაზო. დღეს არის ჩვენი ოფისის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომეხდინა შერწყმა, ანუ თანამედროვე და ჩვენი კომპანიის საჭიროებებზე განსაზღვრული სივრცეების და არ დამერღვია არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი და არ ჩაურეულიყავი უხეშად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში. Homer-ის ახალი ოფისი წარსულის თანამედროვეობასთან სინქრონიზაციით კომპანიის ხედვის ნაწილია, რომლითაც დეველოპერული ბაზრის ახალმა მოთამაშემ მარტო საცხოვრებელი სივრცის შექმნა კი არა, ქალაქთან არქიტექტურული დიალოგი დაიწყო. ამავე კონცეფციით ავითარებს პირველ პროექტს Homer Alpha-ს, რომელიც ესთეტიკისა და ხარისხით გამყარებული სტანდარტების კორელაციით თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეს დიღომში, ბობ უოლშის ქუჩაზე შექმნეს. ქალაქის პულსთან სინქრონულად აღღერებული ჯაზის ფონზე კომპანიამ პარტნიორებსა და მომავალ მაცხოვრებლებს Homer Alpha-ს ყველა დეტალი გაუზიარა. ჩვენ 2024 წლიდან დავიწყეთ საქართველოს ბაზარზე ოპერირება. ჩვენ წარმოადგენთ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიას, რომელიც დაფუძნებული არის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში კერძოდ. წინასწარი გაყიდვები დაიწყო დეკემბრის ბოლოს. დღეს დაახლოებით 15% გაყიდული არის ჩვენი პროექტის და ცოტა ხნის წინ ავარჩიეთ სამშენებლო კომპანია ANAGI, რომელიც განახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს. უკვე დაწყებული არის სამობილიზაციო სამუშაოები და მალე მშენებლობაც დაიწყება. პროექტი Homer Alpha თავისი განსაკუთრებული ხელწერითა და ესთეტიკით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქალაქის განვითარების ახალი სტანდარტის დამკვიდრებაში. ეს არის სახლი, სადაც ყველაფერი მუშაობს, სადაც ყველა დეტალი წინასწარ არის ისე დაგეგმილი, რომ ჩვენი მაცხოვრებლების გრძელვადიან პერსპექტივაში კომფორტი და ბედნიერება უზრუნველყოს. Homer Alpha მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი რომ არ იქნება, ამაში კომპანია დარწმუნებულია. გვყვებიან იმასაც, რომ ის ურბანული ხედვის, საინვესტიციო სტრატეგიისა და მოდერნისტული არქიტექტურის გადაკვეთის წერტილი იქნება. 7300 კვადრატული მეტრის ფართობზე განლაგებული პროექტი 4 საცხოვრებელ კორპუსს, ასევე რეკრეაციულ ზონას, ბავშვების გასართობ და შინაური ცხოველების სასეირნო სივრცეს დაფარავს. კომპლექსიდან 3 წუთის სავალზე კი რაგბის სტადიონი, ოლიმპიური აუზი, ყინულის მოედანი, საფეხბურთო სკოლა, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები ერთიანდება. საინვესტიციოთაც ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესოა პირველი, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც თქვა საწყისში ფასი უფრო დაბალია და როდესაც განაშენიანება მიმდინარეობს ფასით შესაბამისად იზრდება
და ვინც პირველი თქვათ წინასწარ გაყიდვებში ვინძღებულობს მონაწილეობას მათთვის ძალიან ხელსაყრელი არის საინვესტიციოდ, მაგრამ ასევე გასაქირავებლადაც ბევრი სტუდენტი შეიძლება რომ ჩამოვიდეს თქვათ გარშემო ჩვენს სასწავლებლებში და მათთვისაც ძალიან ხელსაყრელი არის. საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების არსებობა, როგორიც Homer-ია. მინდა ამ კომპანიას წარმატება ვუსურვო, ვთვლი რომ მათი ახალი პროექტი იქნება ძალიან საინტერესო და გამორჩეული, რადგან ითვალისწინებს მომხმარებლების იმ მოთხოვნებს, რომელიც დღესდღეობით ყველაზე აქტუალურია. Homer-ის პირველ პროექტს დაბადებიდან თავისი გამორჩეული ხელწერაც დახვება. ის საქართველოში პირველი მოხატულ-ფასადიანი საცხოვრებელი კომპლექსი იქნება, თანაც სრულად და ბოლომდე 21 საუკუნის ადამიანზე მორგებული ჭკვიანი სისტემების ინტეგრაციით. როგორც ამბობენ, Homer Alpha მათთვისა, ვინც სივრცეში ეძებს რიტმს, სტილში ფუნქციურობას, ყოველდღიურობაში კი სიმშვიდეს. და რაც მთავარია, ეძებს გარემოს, სადაც მისი მომავლის ისტორია დაიწერება.